ადამიანები, რომლებიც დაიბადეთ 7-ში, 16-სა და 25 რიცხვში იმართებით კეტუსი და ნეპტუნის პლანეტარული ენერგიით. ნეპტუნის პლანეტარული ენერგია იმით არის გამორჩეული, რომ ეს გახლავთ მანიფესტაციის უდიდესი ძალა, უდიდესი პლანეტარული ენერგია, რითიც თქვენი ბრახმალობია ჩაკრიდან უერთდებით სხვადასხვა ღვთიურ საწყისებს, მათ შორის ისეთ ენერგიას, რომელიც არის ნეპტუნის პლანეტარული ენერგია. შვიდიანებისგან ასევე ძალიან ხშირად გაიგებთ, რომ ეს ადამიანი სულ სხვანაირი მეგონა და სულ სხვანაირი აღმოჩნდა. ის ადამიანი კი არ აღმოჩნდა სულ სხვანაირი. ხშირად ხდება, რომ შვიდიანები თავისი წარმოსახვის უნარიდან გამომდინარე მიაწერენ ხოლმე პარტნიორს ისეთი სახის თვისებებს, რომლებიც მას საერთოდ არ აქვს სინამდვილეში. ეს ყველაფერი ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ნეპტუნის პლანეტარული ენერგია კურირებს გარკვეული სახის ილუზიებსაც ნეგატიური ასპექტაციის შემთხვევაში. შვიდიანი ძალიან მარტივად ეჭვება ადამიანებს ემოციურად, ამიტომ ამისთვის რეკომენდირებული გახლავთ ის, რომ გარკვეული სახის შემოქმედებითი საქმიანობა, იქნება ეს ხატვა, ძერწვა, მუსიკასთან კონტაქტი, წერა, მხატვრული კითხვა თუ ასე შემდეგ, ეს დაგები ძალიან კარგად დაგეხმარებათ ამ გარკვეული სახის მიჯაჭვულობების დაძლევაში. გამომდინარე იქიდან, რომ ასტროლოგიაში ნეპტუნის პლანეტარული ენერგია ნეგატიური ასპექტაციის შემთხვევაში სწორედაც რომ პასუხისმგებელი გახლავთ გარკვეული სახის მიჯაჭვულობებზე, იქნება ეს პირად ურთიერთობებში ემოციური მიჯაჭვულობა, იქნება ეს ალკოჰოლისკენ მიდრეკილება თუ სხვა სახის მიჯაჭვულობები. ყოველთვის უნდა მოერიდოთ ისეთ საშუალებებს, რომლებიც იწვევს გარკვეული სახის მობუჟებას, მოდუნებას და გიქმნით გარკვეულ ილუზიას იმისა, რომ ხართ რაღაც დამშვიდებულ წყნარ მდგომარეობაში, ამ შემთხვევაში ნეპტუნი თქვენგან იღებს სასიცოცხლო ენერგიას მოცემის ნაცვლად. თუ გაინტერესებს ნუმეროლოგია, თუ გაინტერესებს ასტროლოგია, მინეროლოგია და ზოგადად ეზოთერიკა, მაშინ აუცილებლად გამომიწერეთ და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.